იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. დიდარი ქმრების ცოლები. ხო, აი ზუსტად მაგას ვამბობ მეც რა. წარმოიდგინე ყოველ დილით ძალიან ადრე ვდგები პირველ საათზე. მერე ვიცი, მივდივარ ვარჯიშობ, მერე რაღაცა იოგა, ფიტნესი, მერე ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ბოტოქსი, ფილერი, აი მღლის, მოკლედ რა ეს ყოველდღიური რუტინა რა და აი ძალიან მომბეზრდა უკვე რა ეს ყოველდღიურობა და ეხა ჩემი გოგოები ამოდიან სასწრაფოდ რაღაც ახალი ბიზნესი უნდა დავიწყოთ სადაქალო თორემ აი როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი ქვის კისერზე რა ხო კაი რაღაცა იდეები მაქვს მე შენს გეტყვი კაი წავედი მიდი პაკა კოცნე აუ აკაკუნებთ თორე ეხა რა ყოფილ ხარ ჩემოდით რავაიდი ძალიან დამეზარა ადგომა უცებ რაღაცა აუ ჯექი არ ადგე მაინც ამაყრენე რა შვები ნაშვებ როგორ ხარ ძალიან მომენატრე აუ მე ძალიან უცებ ეხლა რა მოგიმზადოთ მითხარით ჩაი ყავა ლობიანი პიცა ხაჭაპური რამელი რო ხურობ გაგო მე გამოვიძახოთ აბა რა ფცომი და რაღაც გამოვიძახე ხა ფქვილები მინდა და ლობია გამოშტედი მე ცომს როზელს ეს და სამზარეულოში წარმოვიდგე აუ არასოდეს ანდაქცინები არა გოგო გამოვიძახოთ ხო მოკლედ ხა მოდი გადავიდეთ საფაზე რა რატო დაგიწახეთ ახლა ხო ესე იგი ჩემი ქმარი ხო იცით ცოტა ისე დავიწყებ შორიდან ყველაფერს აზე იყოთ რა ჩემი ქმარი ხო იცით ნავთობის ბიზნესშია ხო და ყველა ბენზოგასამართის სადგური რაც არსებობს საქართველოში არის ჩემი ქმრის ხო იცით ეგ ხო ვიცი ხო ხო და ეს ბოლო პერიოდია ძალიან წვალობს რაღაცნაირად რა ძალიან წვალობს ისეთი პერიოდია და სახში რომ მოდის ბენზინის სუნი აქვს მეშინია ერთ დღეს არაფეთქდეს თუ რაღაცა და ხო და მეც ვიფიქრე ხა რომ ჩვენც რაღაცა ბიზნესი ხო არ დაგვეწყოთ ხო რომ ცოტა მივეშველოთ რა ჩვენ ქმრებს რა აუ ისე კაია ჩვენ ხო პროსტა გამახსენეთ ხა შენი ქრის ბიზნესი და შენიც. გოგო, ჩემ ქმარს სამშენებლო ბიზნესი აქვს და აი ეს 90-იანებში ელმაამშენებელი ქარხანა რო დავშალეთ და გავზიდეთ თურქეთში. ხო, ნუ მაგ საქმეს მიყვა მე და მაგას აკეთებს, ხო ხდები ეგ ბიზნესი. ხო, ანუ ის აქვს სამშენებლო ბიზნესი აქვს, ხო. ნუ ჩემი კრიმინალი იყო. აი საძმოები რო იყო, აი მაგდროინდელი რა. მაგრამ ეხლა საქველმოქმედო ფონდი აქვს თავისი. რა საყვარელია. ჩემი სიკეთე. საიდან სად? ხო, და სხვათა შორის გოგოებო, აი დღესაც, ეხლაც კამერული ორკესტრის კონცერტი დააფინანსა კურდღელაურში. ხო და მაქედან შემოსული თანხა რაც იქნება, ყველაფერი უნდა გადარიცხოს შავგვრემანი ბავშვების ფონდში. შენ უთხარი თვითონ არის გოგო სიკეთე ხო და რაღაცით უნდა დავეხმაროთ ხო ბიჭებს ხო ჩვენ ქმრებს აუცილებლად რა თორემ მარტო ამ ბენზინგასამართის სადგურით რაღაცა ვერ იცხოვრებ რა ნორმალურად რა შენ ეგ თქვი აბა როგორ უნდა იცხოვრო ჯერ მარტო ჩემ ქმარს ეხლა აი ამ ეტაპზე აქვს 15 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და აი რა ვიცი რა ფაქტიურად აი ძალიან ტილაო აუ ერთი წუთი ხა ვფიქრობ მოიცა ანუ ჩვენი ბიზნესი ანუ ჩვენი შეპასება გვექნება აუ ძალიან უკვე მომწო ხო ჩვენი შეპასება გვექნება ხო აუ რატო არ ხვა შეპასეს გოგო რა უნდა დაარქვა ანუ ქვია უკვე შეპესე და რა უნდა დაარქვა ანუ შეპესე ანუ და მარტო ჩვენ იქნება შეპესე მე მეტი რა თმინდა აღა ბიზნესში და ჩამიწე ვიღაცები ხა კიდე აუ ძალიან მაგარი ხო არის ხო ყველაფერს რო თავი დავანებოთ იცი რატო უნდა დავიწყოთ ჩვენი ბიზნესი რატო უნდა გქონდეს გოგოებო იმიტომ რომ აი ნახე ხო არის ეგეთი გამოთქმა რომ ყველა ძლიერი მამაკაცის უკან ძლიერი ქალი ზისო ხო იცით ეგ მაიცა ზის თუ დგას
არა, ზის, იმიტომ რომ ამ ხელაქუსლებით გოგო, აი დიდი ხანი ვერ ვდგები რა, ფიზიკურად. ხო და ზის იყოს. ზის იყოს. ამ შემთხვევაში. აუ მესამედები ხო არ გავხსნათ ხალხო? რა? ძალიან მაგარია მესამედები. ანუ მეორადების მეორადები. ხვდებით, ანუ ძალიან ახმარი ტასაცმელი რო გავყიდოთ. თა სხვა ვერსია შემოგთავაზეთ. გოგო არ არსებული აქვს, ვაფშე ჩვენ ვიქნებით. არა, რა მესამედები, რაღაცა ცოტა გოიმობაა რა, რაღაცა. აბა რა ვქნათ? აუ არ ვიცი. ან ბიბლიოთეკა ძალიან მაგარია. მოიცა, ეგ რა არის? გოგო, ნახე ახლა, ანუ ბიზნესურად აგიხსნი რა. ანუ ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც მიდიხარ, ესეც სივრცეა, წიგნებია. ხო და შედიხარ და კითხულობ რა. ანუ შენინებით მიდიხარ და კითხულობ? ხო. კაი რა. რას დამცინი, გოგო? ანუ მიდიხარ და კითხულობ? გოგო, რა გჭირ შენ კიდე მე კი არ მივდივარ და მე არ დავდივარ. ანუ ზოგადად ვამბობ რა. ზოგადად. ხო, მაგრამ მე ეგეთ ადამიანს ვაფშე არ ვიცნობ. არც მე გამიგია. აუ მე მაქვს ძალიან მაგარი იდეა. მიდი. აუ ისეთი ტელეფონები მინდა გამოვიგონო. რომელსაც დატენვა საერთოდ არ ჭირდება, არასდროს არ დაჭდება. აუ ძალიან მაგარია, შენ თავს ვიცავარ. აუ ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი. ანუ მოდი და ერთი წუთით ახლა მოიცადეს ძალიან თან მოვინიშნოთ რა და რა საკურველია. რა გჭირდება მე მაგისთვის, ანუ რა დაგჭირდება, ასე ხო უნდა ხო, ვიცოდე. ანუ როგორ აპირებ თვითონ ამ იდეის იმას? რა? ანუ ეს იდეა რო განახორციელო. ხო? რა იდეა? რას თქვი ახლა ცია? რა ვთქვი? ანუ რო არ დაждდესო თვითონ ეს ტელეფონია. იდეა რო ვთქვი? ხო, მაგას რავი ესე ანუ განვახორციელებთ ალბათ და ყველაფერი იქნება კარგად, რავი, ხო. აუ მთავარია იდეა ხო ჩემია? ხო, იასენი. მე გამოჩდება ხო გზები. თავარი იდეა თორე ანუ რა უნდა ხო ბიზნესის განვითარებას მართალი. გოგო, აი პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ, აი ეს ზუსტად ვიცი რომ დაგჭირდება თეთრი საღებავი. თეთრი საღებავი. თეთრი საღებავი დაგჭირდება, იმიტომ რომ ბიზნესს რო დავიწყებ და ფულები რო შემოვა, ხო და გავათეთროთ მე ეს ფულები. კი. ჩემი ქმარი სუმაგას იძახის, რომ ფულები უნდა გავათეთრო და ანუ საღებავი გვინდა ბლომად. უეჭველი ჩემმა ქმარმა თქვა იმ დღეს ერთი 20 ლიტრი 20 ლიტრი უეჭველი ჩავინიშნოთ ეგ, იმიტომ რომ გამოვიწეროთ. აი ხდები ჩაინიშნო. რამდენი რამე არ ვიცით და რამდენი და უცებ რამდენი ჩამოვყარეთ. რო არ ეთქვა, აი აზე ვერ მოვიდოდი აუ რა ჭკვიანები დავიბადეთ. ხო. და მე რა ვიფიქრე კიდე იცი, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ საქველმოქმედო ფონდი, რომელიც იქნება როგორ იცი, ორიენტირებული იქნება გარემოს დაცვაზე და სლოგანი იქნება, რომ აიკრძალოს საწვავიანი მანქანები, რომ არ დაბიძურდეს გარემო. ხო, კაი იდეაა. გოგო, იცი რა არის? ეგ ცუდი არ არის, მაგრამ შენ ქმარს ხო ბენზინგასამართი სადგური აქვს. მე რა შუაშია ეგ ჩემ იდეასთან? აუ, რავი, საწვავის ძრავიანი მანქანები უნდა აუკრძალოთო და შენი ქმრის პოჩი, ანუ ხო არ იმოქმედებს ბიზნესზე. გოგო, ჩემ ქმარს ბენზოგასამართი სადგურები აქვს, საწვავგასამართი კი არა. ვაიმე, ხო, სად დააკავშირებთ გამოვიდა? აუ მეც ატყევი რა შტერივით რა. ჩვენ უკვე რამდენი ხანია ვზივართ აქ და რაღაცა იდეებს რო განვიხილავთ და ვსაუბრობთ, ხო? ხო. ეს ხო საქმეა. რა თქმა უნდა. რასაც ვაკეთებთ ახლა, ეს ხო საქმეა. მე ხო უკვე დავიღალე. აი, ანუ რა წარმოიდგინე, ანუ რა გინდა? რა და მოდი. ყოველ დღე 11-ზე 12-ზე მოდით ჩემთან. ხო. შევიკრიბოთ ხოლმე და ვიმუშაოთ რა, ანუ აი ესე როგორც დღეს რა, ჩვენ ხო ვიმუშაოთ ნაყოფიერად რაღაცეები საქმე გავაკეთეთ. ერთი წუთით ნახე, ხო, მაგრამ დასვენება? არ გვინდა დასვენების დღე? არა გოგო, თავიდან რო ვიწყებთ ბიზნესს, შეიძლება შაბათ-კვირასაც მოგვიწიოს შეკრება და მე ავიღებთ ხო, ისე ეგრეა დასვენებებს. აუ და ხელფას ვინ გადაგვიხდის? აუ ხელფას რა გვინდა, ჩვენი ფრები ხო გვაძლევენ ისედაც ფულს. უბრალოდ ჩვენ ვიმუშავებთ რა. აუ ფასარია, ძალიან მაგარია. სწორია. ძალიან სწორი მიდგომა ხვდები. მართლა ძალიან მაგარი. კაი, წავედით ახლა ჩვენ და ხვალიდან გავაგრძელოთ. კაი, წავედით, ხო. ისე ყო რა. მოიცა ერთი წუთით. რა? ბოდიში, სად მიდიხართ? 6-მდე ვმუშაობთ. აჰა. აი, ერთი წუთი.
რაღაცა ძალიან უფროსივით ხო არ გამოგივიდა საყვარელა? უფროსივით კი არა, უფროსები ესე ვლაპარაკო. ზოგადად. და ანუ რა გამოდის, რომ შენ ხარ უფროსი და მე და თათია შენი მოადგილეები. რა მოადგილეები? ორი მოადგილე რაც მინდა. ვიღაცა ოფისი ხო უნდა დაალაგოს. ანუ მე და ციაკო ვარ დამლაგებლები? ციაკო არა რა, უფროსის მოადგილე. ხო არ უბერავთ გოგო. ანუ რა გამოდის, რომ ანუ შენ უფროსი ხარ, შენ მოადგილე და მე დამლაგებელი? გოგო, შენ საქმეს არ აკეთებ? დაალაგე გოგო. შენ ეხლა მიმითითებ რომ მე დავალაგო და მტვერი ავიღო. აბა რაში უნდა მოგცე ხალფასი? ხო, მაგრამ მეკუთვნის. რა გეკუთვნის? არაფერი გაგიკეთებ. დავაით რა, მაგარი არ მაინტერესებს თქვენი ბიზნეს გეგმები რა. всё, გავდივარ ამ საქმიდან რა. ვაიმე, თაც მეც მოვდივარ, გოგო, გამოვშვა. დახვიე გოგო. სარია, გოგო, უცბად. სამიხარ თვითონ. ჩემ დაუნებურად. ხვალ სამსახურში არ დააგვიანოთ. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.